მე გახლავართ გიორგი კვერენჩხილაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საკონსტიტუციო სამართლის პროფესორი, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. ჩვენ ეს დღეები ვიმყოფებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საკმაოდ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. სულ რამოდენიმე თვის წინ დაფუძნდა საჯარო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციის ეროვნული წარმომადგენლობა, საქართველოს წარმომადგენლობა, რომელიც აერთიანებს საჯარო სამართლის სფეროთი დაინტერესებული მკვლევარების და პრაქტიკოსი მუშაკების ძალიან დიდ წრეს მსოფლიო მასშტაბით და მისი ამ ორგანიზაციის საქართველოს ფილიალის დაფუძნება, საქართველოს წარმომადგენლობის დაფუძნება საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა საჯარო სამართლის აკადემიური თუ პრაქტიკული სივრცის წარმომადგენლებისათვის და ზოგადად საუნივერსიტეტო თუ პრაქტიკული სამართლის სფეროს მოღვაწეებისათვის. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდა საკმაოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით საჯარო სამართლის აქტუალური პრობლემები. მინდა გითხრათ, რომ ამ კონფერენციის მონაწილეთა პალიტრა საკმაოდ მრავალრიცხოვანი გახლავთ. არაერთი უცხოეთის ქვეყნის უნივერსიტეტების, საკმაოდ მნიშვნელოვანი წონადი უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლები ესწრებიან ხსენებულ კონფერენციას. არაერთი მოხსენება გაკეთდა და მიმდინარეობს მოხსენებების გაკეთება. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგით მოუწია კონფერენციას მუშაობა. არაერთი პანელი იყო, რომელიც ძირითადად სახელმწიფო მოწყობის, ადამიანის უფლებების საკითხების ირგვლივ იყო ორიენტირებული. შესაბამისად, მინდა აღვნიშნო, რომ შედეგი ხსენებული კონფერენციისა საკმაოდ მნიშვნელოვანია საჯარო სამართლის ქართული სამეცნიერო სივრცის განვითარებისთვის. და ბოლოს ჩვენ ვიმყოფებით ბათუმის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელსაც ამ დღეებში შეუსრულდა დაარსებიდან 30 წელი. მინდა მიულოცო იურიდიულ ფაკულტეტს, ბათუმის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს 30 წლის იუბილე, ჩემს კოლეგებს, ადამიანებს, რომელთანაც პროფესიული ნაცნობობის გარდა ასევე პირადი მეგობრობა მაკავშირებს. საკმაოდ წარმატებული გახდა განსაკუთრებით უკანასკნელი წლების მანძილზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ჟან მონეს კათედრა გახლავთ იურიდიულ ფაკულტეტზე და საკმაოდ დიდი როლი აკისრია ამ ფაკულტეტს საქართველოში იურიდიული განათლების პროცესში. კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო და წარმატებები უსურვო მათ.